ცოტა ხნის წინ კლინიკაში Mediclub Georgia ორთოპედ ტრავმატოლოგ ტრისტან ნიშნიანიძისა და უცხოეთიდან მოწვეულ სპეციალისტთან ერთად ხერხემლის უნიკალური ოპერაცია გაკეთდა. ოპერაცია თანდაყოლილი სკოლიოზის სამკურნალოდ 3 წლის ბავშვს ჩაუტარდა. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის წარმატებული აღმოჩნდა და რაც მთავარია, ყინული დაიძრა. დღეისამას იქით თანდაყოლილი სკოლიოზების ოპერაციული მკურნალობა აქვე საქართველოში ქართველი ორთოპედ ტრავმატოლოგების მიერაც იქნება შესაძლებელი და ამ მიზნით ქვეყნის ფარგლებს გარეთ პაციენტების გაყვანის აუცილებლობაც მოიხსნება. პირველად საქართველოში Mediclub Georgia-ს ბაზაზე ჩვენ უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩატარდა ოპერაცია ხერხემლის თანდაყოლილი სკოლიოზის გამო. ოპერაცია გაუკეთა 3 წლის ბავშვს. ეს ნიშნავს თავისთავად იმას, რომ მსგავსი ტიპის პაციენტების სამედიცინო დახმარება შესაძლებელი იქნება უკვე საქართველოში და კონკრეტულად ჩვენი კლინიკის ბაზაზე და თავისთავად ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ხერხემლის ქირურგიაში. ჩვენ თანამშრომლობთ როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში. გვაქვს თანამშრომლობა Mediclub Georgia-სთან. ამჯერად ერთობლივად გავაკეთეთ თანდაყოლილი სკოლიოზის მქონე პაციენტის ოპერაცია პირველად საქართველოში. ჩვენ გავაკეთეთ ჰემივერტებრექტომია, რაც ნიშნავს, რომ ამოვიღეთ თანდაყოლილი დეფორმირებული მალა ხერხემლიდან და დავეხმარეთ პაციენტს, რომელიც იყო 3 წლის ასაკის. ოპერაციის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს და შემიძლია ვთქვა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ვიმედოვნებ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება. სიმბოლურია, რომ ოპერაციის მეორე დღეს Mediclub Georgia-ში გაიმართა AUSPINE-ის მიერ ორგანიზებული უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც ხერხემლის თორაკო-ლუმბალური სეგმენტის ტრავმული დაზიანებების დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და მენეჯმენტს მიეძღვნა. მოხარული ვარ, რომ დღეს პირველად საქართველოში ტარდება აუხერხემლის ასოციაციის საერთაშორისო სწავლება და ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება საფუძველს ჩაუყრის შემდგომში მსგავსი სწავლებების დანერგვა საქართველოში. პირველი მოდული მიეძღვნება თორაკოლუმბალურ ტრავმებს, მისი დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებს და შემდგომ უკვე საკითხი დადგება სხვა შემთხვევების განხილვაზე. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო დოქტორ ტრისტან ნიშნიანიძეს იმისთვის, რომ AUSPINE-ის პირველი ღონისძიება ჩატარდა საქართველოში. მან შესანიშნავი საქმე გააკეთა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხერხემლის ქირურგებისთვის, რადგან AUSPINE არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გლობალური ხერხემლის საზოგადოება მთელ მსოფლიოში. ასე რომ თუ ჩვენ უფრო მეტ ქართველ ქირურგს ჩავთავთ ჩვენ საზოგადოებაში, ეს შესანიშნავი იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც. მსგავსი ტიპის სწავლებები პირველ რიგში ხელს უწყობს ინტერაქციას უცხოური და ქართველი ექიმებისა, საერთაშორისო კლასიფიკაციების დანერგვას, რაც თავისთავად გულისხმობს პაციენტის მდგომარეობის და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებას და ამაღლებას. მოხარულები ვართ, რომ მონაწილეობთ AUSPINE-ის პირველ შეხვედრაში საქართველოში. ეს ძალიან სასარგებლო და მისასალმებელია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც, რის გამოც ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ ყავს ბევრი ქირურგი, ძალიან კარგი ადამიანები, რომლებთან ერთადაც გვინდა მეტი გავაკეთოთ. ვფიქრობ, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ამ ტიპის კურსების ჩასატარებლად. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში კიდევ დავბრუნდებით ახალი კურსების გასამართად. ნიშანდობლივია, რომ კონფერენციას ორთოპედ ტრავმატოლოგებთან ერთად ნეიროქირურგებიც ესწრებოდნენ. ეს სწორედ ის ტანდემია, რომლის ჩართულობა და თანამშრომლობა ხერხემლის თორაკო-ლუმბალური სეგმენტის ტრავმული დაზიანებების შემთხვევაში პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს კურსი განკუთვნილია როგორც ორთოპედებისთვის, ისევე ნეიროქირურგებისთვის. შესაბამისად, ორივე სეგმენტის ექიმები წარმოდგენილი არიან და ჩართული არიან დისკუსიაში. დღევანდელი ღონისძიება ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და ადგილობრივი, ასე ვთქვათ, სპეციალისტების ერთობლივი ღონისძიება. კერძოდ არის ესეთი საერთაშორისო ორგანიზაცია AUSPINE, რომელიც აერთიანებს ნეიროქირურგებს და ორთოპედებს, რომლებიც დაკავებულები, დაინტერესებული არიან ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობით
და ამ ორგანიზაციის მისია მარტო კუნალობა არ არის, აქ არის ასე ვთქვათ, კვლევები, სწავლება და ასე შემდეგ. დღეს ძალიან კარგი დღე გვაქვს, ვფიქრობ, ზოგადად ქართული მედიცინისთვის, განსაკუთრებით კი ნეიროქირურგიის და ხერხემლის ქირურგიისთვის, იმიტომ რომ AOSPA-მა ჩაატარა თავისი სტანდარტული კურსი, ერთ-ერთი კურსი, რომელსაც ის ატარებს სხვადასხვა ქვეყნებში რეგულარულად, საქართველოში და თბილისში და ეს ხელმისაწვდომი გახდა ფაქტიურად ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ისე რომ არ გავიდნენ საზღვრის გარეთ. და რაც მნიშვნელოვანია, რომ ალბათ ამ დღევანდელი კურსით ჩვენ საქართველოს გავხდით ეს ნაწილი განვითარებული ხერხემლის ქირურგიისა და იგეგმება რომ ეს გაგრძელდეს და ეს ხელშეუწყობს სტანდარტიზაციას და ბევრი პრობლემის მოგვარებას ვფიქრობ, რაც ქართულ მედიცინაში არის. დღესდღეობით AOSPA-ის კლასიფიკაცია ხერხემლის ტრავმების დროს წარმოადგენს მსოფლიოში სტანდარტს კურნალობის შემდგომი სტრატეგიის დაგეგმარებისა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არის მომავალში ქართველი ექიმების და მთლიანად ქართულ მედიცინაში ამ სტანდარტების იმპლემენტირებისთვის. მედიცინაში მოიხსენებათ სწორი შეფასება კლასიფიკაცია, რომ ერთ და იგივე დაუშვებ დაავადებას, ამერიკა იქნება, ევროპა იქნება, თუ საქართველო იქნება, ერთნაირად აღიქვავდნენ და ერთნაირად კურნალობდნენ. და ეს საერთაშორისო რეკომენდაციები, რომელსაც ამ ორგანიზაციას უდევს საფუძვლად, ხო, ბუნებრივია, ამას თუ ჩვენი ქართველი ახალგაზრდა სპეციალისტები, რეზიდენტები, მსროლსები, ასე ვთქვათ, გაიზიარებენ, ეს მხოლოდ დადებითად მოქმედებს მათთვისაც, პაციენტისთვისაც და ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის. რთულია ახალგაზრდა სპეციალისტებისა და რეზიდენტებისთვის აღნიშნული კურსის მნიშვნელობის გადაფასება, ვინაიდან სწავლების მოდული ამ შემთხვევაში აწყობილია საინტერესო კლინიკური შემთხვევების განხილვაზე, რომლის დროსაც ეტაპობრივად ანალიზდება პათოლოგიის დიაგნოსტირება, მკურნალობის მეთოდების განსაზღვრა და შემდგომი მართვა და ეს ყველაფერი მტკიცებითი მედიცინის საფუძვლებზეა დაყრდნობილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ახალი დამწყები ნეიროქირურგებისთვის თუ ტრავმატოლოგ-ორთოპედებისთვის, რომლებიც ხერხემლის ქირურგიით ინტერესდებიან, მათ ამ ბაზისურ ცოდნას, რაც ასე ვთქვათ, აპრიორი მნიშვნელოვანი არის ექიმისთვის, ამას უმყარებს, იმ შეკითხვებს, რომელიც მათ უჩნდებათ, რომელსაც წიგნში ვერ ამოიკითხავენ და ამაზე ზოგჯერ პასუხებს ვერ მიიღებენ, აქ შესაძლებლობა აქვს, რომ გამოცდილ ფაკულტეტებს ნეიროქირურგებს თუ ხერხემლის ქირურგებს ჰკითხონ და მათ ყველა შეკითხვაზე მიიღონ პასუხი და მიიღონ ასე ვთქვათ, რაც მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია თითოეული გამოცდილი ექიმის კვალიფიკაციიდან გამომდინარე. ასევე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა თვითონ უკვე მოქმედი ქირურგებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთს აზრი გაუზიარონ და თავიანთი გამოცდილება მოუყვნენ. მაშასე დარგის მსოფლიო ლიდერები საფრანგეთიდან და თურქეთიდან, წამყვანი ორთოპედ ტრავმატოლოგები და ნეიროქირურგები საქართველოდან და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა სპეციალისტები, რომელთა პროფესიული განვითარებისთვის განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება მსგავსი ტიპის სწავლებას. ასეთი გახდათ Mediclub Georgia-ში ამასწინად ჩატარებული კონფერენცია, რომლის ფარგლებში გაკეთებულმა პრეზენტაციებმა, ცნობილი სპიკერების მოხსენებებმა და ინტერაქტიულმა ფორმატმა თავის შედეგი გამოიღო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა დარგის განვითარების უმნიშვნელოვანეს საქმეში.